მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 6. ტოლგვერდა სამკუთხედის შუა ხაზი 12 სანტიმეტრიაო და ჩვენი მიზანი ვიპოვოთ ამ სამკუთხედის სიმაღლე. კარგით, ავიღოთ ესე იგი ტოლგვერდა სამკუთხედი. აგერ ბატონო ჩემო, აგერ ეს იყოს ტოლგვერდა სამკუთხედი. ასე. და გვეუბნება შუა ხაზი. აი ეს შუა ხაზი. არის 12-იო. გამომდინარე შუა ხაზი 12-ია, ქვედა ფუძე იქნება 24, ხო? და რადგანაც ის არის, რა ქვია, ტოლგვერდა სამკუთხედი გვაქვს, ხო? ტოლგვერდა სამკუთხედი რადგანაც გვაქვს. ვაცრავად, ეს ხაზი წამიშალა, ამის მოშლას ვცდილობდი. ესეც 24 იქნება, ესეც 24 იქნება და ჩვენ გვაინტერესებს სიმაღლე. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია ტოლგვერდა სამკუთხედზე, ტოლგვერდა სამკუთხედში ბისექტრისაც სიმაღლეც, მედიანაც ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად ეს სიმაღლეც გამოგვდის და მედიანაც. ამიტომ ეს მართიკუთხე იქნება და ეს გვერდები თლიანი თუ 2-24, ესენი 12-ები გამოგვდის, ხო? და ეხლა აი ამ მართკუთხა სამკუთხედში, აი ეს დავარქვათ A, B, C მართკუთხა სამკუთხედში, აი ეს H სიმაღლე გვაქვს გასარკვევი. პითაგორას თეორემით. ჩავწეროთ H კვადრატს, კათედების კვადრატების ჯამი, 12-ის კვადრატი 154 უნდა უდრიდეს ჰიპოტენუზის კვადრატს, 24-ის კვადრატს 576, ხო? საიდანაც H კვადრატისთვის რომ მივიღებთ, რომ ეს არის 576 მინუს 576 მინუს 154, ეს რამდენია? 400 და 432, ხო? ეს არის ტოლი 432-ის. და აქედან H-ისთვის მივიღოთ, რომ ეს ტოლი არის ფესვი 432-დან. ეხლა 432 წარმოვიდგინოთ როგორც 154-სა და 3-ის ნამრავლი. 154-დან ფესვი ამოდის 12-ის ტოლია და ფესვს ქვეშ გამოსახულებაში რჩება 3-ია. შესაბამისად, ჩვენი საძიებელი H სიმაღლე ტოლი ყოფილა 12 ფესვი 3-ის. ეს არის პასუხი G.